დილამშვიდობისა საქართველო დღეს 28 ოქტომბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე. თბილისში დღეს ვიქტორ ორბანს ელოდებიან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწევა. დახურვის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ შედგება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოში სამთავრობო დელეგაციაც ჩამოდის. ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მართლ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ვიზიტს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ ქართულ ოცნებაში. ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება მხარდაჭერის, რაც გამოიხატება უნგრეთის მხრიდან საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა დღეს როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ გამოხატავს იმას, რომ უნგრეთი პირველ რიგში უჭერს მხარს საქართველოს, უჭერს მხარს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და არჩევნების შედეგებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი. რა გეგმები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს? ბარიერ გადალახული ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. დღის ბოლოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მათ კომენტარები მედიასთან გააკეთეს. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების უფლება ქართველი ხალხის გარდა არავის აქვს, მათ შორის არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. Ნიშნულოვანია, რომ ლეგიტიმაციის საკითხი და ასეა ეს საერთაშორისო სამართალში. ამ საკითხს წვეთს ხალხი და ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი, რომელმაც მოიპოვა გუშინ გამარჯვება, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რაც აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ხვალ მათ შორის აქციაზე. აქ უბრალოდ მანდატები კი არ გააყალბა ივანიშვილმა, ხალხს მოპარა საგარეო პოლიტიკური კურსი, ხალხს მოპარა ევროპული მისწრაფებები და ეს ხალხი აგრძელებს ბრძოლას, ეს შეკრებაც, მე ვფიქრობ ალბათ ისტორიული შეკრებაც ამ მიზანს ემსახურება. მშვიდობიან სულელობას, მშვიდობიან შეკრებებს, რომ სოფლიომ არც ერთი წამით არ მოაძღვნოს ყურადღება საქართველოს მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ ვერავით არის საერთაშორისო ორგანიზაცია ლეგიტიმაციას არჩევნებსა ვერ მიანიჭებს. ეს მათი საქმე არ არის. ეს იქნება პირველი ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოხატვა ჩვენი რისხვისა და პროტესტისა. ეს იყარი მნიშვნელოვანი აქტი ერთმანეთისთვის და ასევე ჩვენი მეგობრებისთვის უცხოეთში. არშევეგუებით ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მან ოპოზიციასთან ერთად დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე შეკრებას დაანონსა და მოქალაქეებს მოუწოდა დემონსტრაციას შეუერთდნენ. პრეზიდენტისა და ოპოზიციის საერთო განცხადებას პარტია გახარია საქართველოსთვის წევრები არ ესწრებოდნენ. არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, იმიტომ ეს არის იგივე რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულ ვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით, ჩვენ დავდგებით ერთად და ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ სწორედ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს 7 საათზე რუსთაველზე, იმისთვის რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოუცხადოთ მსოფლიოს და ჩვენ ერთად, ჩვენ ერთმანეთსაც გამოუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ოპოზიციის გეგმები მოულოდნელი არ ყოფილა უმრავლესობისთვის. ქართული ოცნების განმარტებით ოპონენტები უკვე კარგად ნაცნობი სცენარის განმეორებას ცდილობენ და მათი მიზანი ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების დაძაბვაა.
სალომე ზურაბაშვილის ჭკუით რო იარეს, იმიტომ მიიღეს ეს შედეგი, რაც მიიღეს. რეალურად შესაძლოა არც მეტი რეიტინგი ქონოდათ, მაგრამ არ მგონია, რომ სალომე ზურაბაშვილის რაიმე ფორმით გონიერება ჭყალებში შეიძლებოდეს მათთვის რამე უკეთესი გზის მაჩვენებელი იყოს. 2020 წელს გავიარეთ უკვე სიების ჩახსნა შესაძლებელი არის არჩევნებამდე, ან მას მერე რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამიტომ ისინი ამ სიების ჩახსნით ფიზიკურად ვერ მოახერხებენ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შეფერხებას. კოლექტიური ნაცმოძრაობა უკვე მესამეჯერ მიდის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. მათ უკვე არანაირი რესურსი აღარ აქვს. აქციაზე ვიხილავთ ძალიან ბევრ ლაზარეს და ლაზარესნაირ გულანთებულ ბრჭყალებში ახალგაზრდებს, რომლებიც ეცდებიან, რომ დაძაბონ სიტუაცია. მნიშვნელოვანია, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არ გამოუვიდა იმთავარი მიზნის მიღწევა, რასაც გულისხმობდა საქართველოს ომში ჩართვა. ქართველმა ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი, თქვა, რომ ისინი ირჩევენ მშვიდობას. ეხლა ეს აგენტურული ორგანიზაცია მთელი ძალით ეცდება, რომ სიტუაცია დაძაბოს ქვეყნის შიგნით. სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ მონაცემებს. 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლის ნებას, რადგან წინა საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს შესაძლოა გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები წერენ საარჩევნო უბნების შიგნით დაფიქსირებულ 170-მდე ინციდენტზეც, მათ შორის არის საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ერთეული შემთხვევები. ისფედმა ოპოზიცია ტყუილში ამხილა, ასე აფასებენ ქართულ ოცნებაში სამართლიანი არჩევნების ამ შეფასებას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის განცხადება ამომრჩევლების დუბლირებასთან დაკავშირებით მორგი ტყუილია და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ არჩევნების შედეგები რაიმენაირად დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამას ადასტურებს ყველაფერი, მათ შორის ისეთი ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებებიც, როგორიც არის ისფედი. მოვისმინეთ ძალიან ბევრი განცხადებები, თუმცა არ მოგვისმენია და არ გვინახავს არანაირი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას იმის საფუძვლად, რომ კითხვის ნიშნები დაისვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ საერთოდ არ დგას და მეტიც მან ფაქტობრივად ტყუილში ამხილა ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ დუბლირება ხდება საარჩევნო ხმების, ხოლო ისფედმა კი განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამჟღავნებული მონაცემები შეესაბამება სრულ რეალობას, შესაბამისად მათ მიერ ოპოზიციის მიერ დადგმული ეს ავანტიურა თავად იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ ამხილა, რომელმაც შეგახსენებთ, რომ წინა წელს გააყალბა პივიტის მონაცემები, პარალელურ ხმის დათვლის მონაცემები და წელსაც იძახდა, რომ ცესკოს მონაცემებს კი არ უნდა დაუჯერეთო, არამედ ჩვენ პივიტის ენდეთო. რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესს აკვირდებოდა, საზოგადოებას ანგარიში წარმოუდგინა. მათ შორის იყო ახალგაზრდა ექსპერტთა კლუბი, საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება და მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა. ითქვა, რომ საბოლოო ჯამში არჩევნებმა მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა. აღინიშნა ასევე, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ გაზრდილია. ჩვენ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია 70-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ უბნებზე ექსესებს ადგილი არ ქონიათ, მაგრამ იყო მომენტები, როცა აპარატი გამოდიოდა მწყობრიდან და ცესკოს სტაფი აგვარებდა დაახლოებით 15-დან 20 წუთამდე. რაც არანაირად არ იყო ისეთ შეფერხება, რომ საარჩევნო პროცესი ხელი შეშლოდა. ინტერნეტში ძალიან აქტიურად ვრცელდება მასალები, სადაც საარჩევნო უბნებზე იყო ძალიან დიდი ისეთი გარემოები, სადაც იყო დარღვევები და ხელი ეშლებოდა პროცესი. ამ უბნებზე ჩვენი დამკვირვებლები არ იყვნენ წარდგენილები, არ დაემთხვა ისე, რომ ჩვენი დამკვირვებლები ყოფილიყვნენ, თორე ამაზე უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნებოდა. პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში. ფაქტია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო სწორი და ტექნიკურად სწორად გამართული საარჩევნო პროცესი. ამ მშვიდ გარემოს ფაქტია, რომ ადასტურებს ასევე უცხოელი დამკვირვებლები, მათ შორის ეუთოდირეს მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი პასკალ ალიზარდიც, რომელმაც განაცხადა, რომ შედგა არჩევნები და გამოთქვა სამომავლო სურვილი
თანამშრომლობის. საარჩევნო პროცესები მიმდინარეობდა 7 გარემოში. ჩვენი მხრიდან დაიწერა 10-მდე საჩივარი. საჩივრის შინაარსი იყო ძირითადად ეხებოდა აგიტაციას. მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო უბნებზე არ დაფიქსირებულა. ეს იყო მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში სრული მასშტაბით პირველად ჩატარდა ელექტრონული არჩევნები. უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპული ქართველი მამუკა კეკელია. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მებრძოლის მეგობრები ავრცელებენ. რუსეთ-უკრაინის ომს მისი დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხარკოვი დაბომბეს ღამით რუსულმა ძალებმა დაზიანდა 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი არიან დაშავებულები. ოკუპანტებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქზეც დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. ბომბები ჩამოყარა რუსულმა ჯარმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებშიც. საპასუხოდ დრონებით იყო შეტევა რუსეთში ვორონეჟის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით დაზიანებულია სამრეწველო ობიექტი. უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილებად კვლავ პოკროვსკისა და კურახოვეს მიმართულებები რჩება. დღეს ამბების ნახვა ვრცლად რუსთავი 2 წერტილი ჯიჟი შეგიძლიათ, მე კი ამით 9-მდე გემშვიდობებით.